are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშაცა და მე ვარ ევროპელი. თავარი რომ დამოუკიდებლობა სიტყვა არ იყოს ფიქცია და იყოს რეალური. ჩვენ ახლა არ ვართ ამ რეალობაში. და რო ვიქნებით ამ რეალობაში, კიდევ საინტერესოა როგორ მოვიქცევით. ახლა დღევანდელი გადასახედი და მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი იყო ის დღე, ვიდრე ჩვენ მაშინ აღვექვამდით, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეიფორია იყო. ჩვენ მაინც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ვიყავით და კაფეო დათვ ჰქონდა მე მგონი წარმოდგენილი, როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს, რას ნიშნავს. მართლა ჩვენ მოვიპოვეთ თუ ეს გვებოძა. ეს იყო ჩემთვის პირველი არჩევნები და ვამაყობ რომ ამ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნებიც პირველი იყო, მაგრამ ის მეთოდები და როგორც ზვიადგამსახურდია იყო გაშვებული ხელისუფლებიდან, მაშინ ჩემ ძალიან თინეიჯერულ წლებშიც იყო სრულიად მიუღებელი. ჩვენ შეიძლება ზვიადგამსახურდია არ მოგწონდა და არ იყო რასაკვირველია, ის არ იყო მაშინდელი საზოგადოება და მისი ირგვლივ ისტებლიშმენტი, პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ იყო პოლიტიკურად წიფე. შესაბამისად, ეს ნაციონალიზმის აღზევებაც ბევრისთვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველაზე რადიკალურები, მე მგონი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ჩვენივე თავს გამოუტანეთ იმ პერიოდში განაჩენი, რამაც ქვეყანა ძალიან უკან დახია მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს ილია ჭავჭავაძეც არის და ბერბიჭაშვილიც. და ეს ჩვენ უნდა ერთიანად გავიაზროთ. და მაშინ შევძლებთ ალბათ გავუმკლავდეთ ბერბიჭაშვილს. ამიტომ ჩვენ სულ გამოცდების წინაშე ვარ და გამოცდებს ვაბარებთ. დავარია ჩავაბაროთ. ამ სიტყვას აქვს რაღაცნაირი მაგიური ფუძე, როგორც ჩვენ იმ დედას ვერ მოვწყდებით, რომელმაც გშვა და ის არის ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი, სადაც არ უნდა წავიდეთ, სანამ ჩვენი მეხსიერება აქტიურია და სანამ ჩვენ ვარსებობთ, მიბმული ვართ რაღაცნაირად ჩვენ პლაცენტით. გარკვეული პერიოდი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება. მე მივხვდი, რომ რა მაკავშირებს, რა არის ის განსაზღვრელი, რაც ჩემს იდენტობას ქმნის და რაღაცნაირად ვპოულობ, ეს რაღაც აუხსნელია თვალებით ქართველს. და ყოველთვის ვიცოდი, როცა შემხვდებოდა, რომ ის იყო ქართველი. ეს ის იყო იმ მიწაზე გაუვლია და ის წყალი დაულევია, სადაც მე ვიყავი და ეს თვალები შეიძლება ზოგჯერ მორცხვი, ზოგჯერ ტკივილიანი, შეშინებული, ზოგჯერ ამაყი, არის იქაური. თავისუფლება არის წმინდა სპირიტუალური მომენტი. ეს არ არის გარედან მოხვეული. ეს არის ზნეობრივი. ან თავისუფლება აუცილებლად ნიშნავს სხვის თავისუფლებასაც და შენს პასუხისგებლობასაც და არის გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი და ყოვლის მომცველი მცნება, ვიდრე ხანდახან ჩვენ ამას ვიაზრებთ. დამოუკიდებლობა კიდე წმინდად ალბათ პოლიტიკური აქტი არის, მაგრამ ეს ერთმანეთს არსდებს. აი ჩვენ ამდენი წელია ვართ დამოუკიდებლები და მგონი არ აღმოვჩნდით თავისუფლები და მგონი ეხლა არის აი ეს მძიმე მშობიარობა ამ თავისუფლების. იცით რა, აი ეხლა რაც ხდება კინოში, ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ ის ინსტიტუტი კინოცენტრი, რომელიც აშენდა და 20 წლის განმავლობაში შენდებოდა და საფუძველი ჩაუყარეს ქართული კინოს დიდმა კლასიკოსებმა, გულისხმობ შენგელაიები, ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, რეზო, ყველა. აი ნელ-ნელა აგურ-აგურიდებოდა ეს ყველაფერი და ეს იყო მუდმივი კავშირი საფრანგეთის კინოცენტრთან, სხვადასხვა ინსტიტუციებთან, რომ როგორ უნდა მოხდეს კინო პროცესი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ერთადერთი დამკვეთი შემსრულებელი და პროდიუსერი იყო სახელმწიფო. საბოლოოდ მაინც არაჩვეულებრივი შედეგი ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ასე ეწოდა ქართული კინოს ახალ თაობას, რომ ეს იყო ახალი ტალღა. და არ გადიოდა ფესტივალი, რომ რაღაც რამდენიმე პრიზი არ წამოგვეღო, ასე ვთქვათ და აი ეხლა ეს ინსტიტუტი დაიშალა, დაინგრა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაპროფესიონალები შევიდნენ იქ. არაპროფესიონალიზმი ისეთივე მტერი არის, როგორც გამიზნული მტრობა. 2016 წელს ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით კინოში მოღვაწე ადამიანების, როდესაც
ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის სცენარი შევიდა კინოცენტრში, რომელიც ახლა თუ მაყურებელმა არის, ეს იყო ერთადერთი ფონდი, რომელიც აფინანსებს დამოუკიდებელი ქართული კინოს წარმოებას. და იქ არანორმატიული ლექსიკის გამოყენების გამო ამ სცენარის შეფასებაში იყო სასწაული ხდებოდა. პირველი ნიშნები მაშინ იყო, რომ მსგავსი სცენარები არ მივიღოთო. მახსოვს ჩემი სცენარი მაშინდელი კიდე ეხებოდა რაღაც ქალზე იყო, გმირი ქალი იყო, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ჟიურის წევრი წერდა, რომ ეს არის ტყუილი, რომ არ არსებობს საქართველოში მსგავსი ძალადობა. მან მივხვდი, რომ აქ იყო მცდელობა, რომ რაღაცნაირად თვალით კი არ შეეფასებინათ მე რამდენად კარგად დავწერე და აღწერე ეს პროცესი, რამდენად მართალია თუ არ არის მართალი და მკვეთრად ჩარევა ჩემს ავტორისეულ პოზიციაში, ჩემს ავტორისეულ პრიზმაში. ჩვენ რასაკვირველია გქონდა არჩევანი, გაგვეკეთებინა გვეთანამშრომლა და რაღაცნაირად კომუნისტების დროს რო იყო ეს ეზოპესენით რო იღებდნენ რაღაც ფილმებს და გამოსავალი არ იყო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მივხვდით, რომ მსგავსი შეგუება უარესი იქნება, როდესაც უკვე გამოდის პრემიერ-მინისტრი ან მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ლაპარაკობს ერთ დოკუმენტურ ფილმზე, მეორე დოკუმენტურ ფილმზე და ეწევა დემონიზაციას ავტორების და მათი პროპაგანდისტი განსაზღვრავს რა უნდა იყოს ჰეპი-ენდი და რა არ უნდა იყოს, ეს ძალიან საყურადღებო იყო უკვე თავიდან. მე ვფიქრობ, რომ ხელოვანი მაინც თავისუფალია. ნამდვილად თავისუფალი არის და განათლებულია. ეს ორი თვისება ერთად ეტყობა ძალიან მძიმე და საშიშია. თავისუფალი და განათლებული ადამიანი. ისინი ყველაზე ადვილად და სწრაფად გრძნობენ რა ხდება და ალბათ საშიში არიან ამიტომ ხელისუფალთათვის. ხელისუფლებას აწყობს რაღაცნაირად გაუნათლებელი ელექტორატის არსებობა, იმიტომ რომ პროპაგანდის მსხვერპლი უფრო ადვილად ხდება გაუნათლებელი ელექტორატი. გუშინ საუბრობდი ზუსტად მეგობრებთან, რამ განაპირობა ის, რომ უცებ საზოგადოება მაგალითად რაღაც აი უახლოეს დღეებში იყო, რომ ერთი სპექტაკლი შეფასდა არასწორად, ამ ფილმი შეფასდება არასწორად, ამ მხატვრული ნაწარმოები და საზოგადოება უცებ ხდება ისეთი პროპაგანდის მსხვერპლი, რომ შენ ვერ ასწრებ საპირისპიროს მიწოდებას, რომ ეს არ არის, იმიტომ რომ წარსულშიც ყოფილა მსგავსი ნაწარმოები ან სოფლიო კულტურის ისტორიაში არასწორი არის ადამიანის განკითხვა იმის გამო, რაც შენ არ გინახავს. როდესაც შენ უკვე გაანალიზების სურვილი არ აქვს და პოპკორნით ზიხარ და თავში რასაც გიჭედავენ, იმას მიყვები, ჩავქოლოთ და გავაგდოთ და მოვაშოროთ და არ მივცეთ უფლება. სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდის ქვეშ არიან, დაინტერესდნენ თუ არა, წაიკითხონ მოწმეების ჩვენებები, მოусმინონ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პროცესზე მისულები. სანამ ამას არ გაიაზრებენ თავის თავში, იმიტომ რომ მე რაღაც შორს რომ მიდის პროცესი, ყველასთან მიაკაკუნებს ხოლმე ის უსამართლობა, რაც ამ წუთას ხდება. ჩვენი სახელმწიფო ამას ამკვიდრებს, რომ შეიძლება კაცი იყოს არაკაცი, პოლიციელი იყოს უღირსი, რომ ქალი თურმე არაფერს აღარ ნიშნავს. აი ის იდეალები, რაც იყო ჩადებული ჩვენს კოდში, გენეტიკურში. გულისხმობ რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, ვეფხი დამოყრეს. ეს ხო ჩვენი იდეალებია. ეს არის საქართველო. მაგრამ ფაქტიოდ ახლა სახელმწიფო ამკვიდრებს სახელმწიფო დონეზე არაქართულ იდეალებს. ანუ ანგრევს იდენტობას. და ესეც უნდა გავიაზროთ ალბათ, რასთან გვაქვს საქმე. ის თაობა, რომელიც ახლა დგას, აი ესე მტკიცეთ, იმათ იკისრეს ვალდებულება სხვების მაგივრადაც. მათ მაგივრად, ვინც ეს არ იცის, ვინც მათ ებრძვის, ვინც უკან ეკაჩება. ამიტომ ძალიან რთული გზა არის. არის ესეთი მოთხრობა გურამ ჩოლჩუს აქვს უსახელო უფლის ციხელი, რომლის გვარი ვერანაირ დაიმახსოვრა, იმიტომ ის უენო იყო. მაგრამ მან გადაარჩინა თავის სამშობლო. აი იქ უსახელო ადამიანები დგანან, მე არც ვიცი ვინ არიან, მაგრამ ისინი დგანან. აი ქალი მინდა ცარო გავიცნო. ქალმა გაიცნო რაღაც 5 წუთით არჩილ მუსელიანში, რომელსაც არავინ არ ყავდა და ამ ქალმა გადაწყვიტა, რომ არჩილის რაღაც ყველაზე დიდი მორალური მხარდამჭერი იყოს, ხო? აი ის ადამიანი, რომელიც იდგა, იმიტომ რომ მისი მეგობარი ციხეში იყო 10 დღით და 10 დღე გარეთ იდგა
და მას მერე მისი დაშეუერთდა. იქ ამ ადამიანთან მიდიან უცხოები, ვიღაცა საკვები მიაქვს, ვიღაცა უბრალოდ სიყვარულს უხსნის. ჩემთვის ეს გოგო არის რაღაც პერსონაჟი, რომლის შესახებ რაღაც ფილმს, ხატრულ ფილმს გადავიღო და პატრულის ორი მანქანა რო კეტავს გზას, ეთო რომ დგას ყოველ დღე. შეიძლება დღეს ვიღაცისთვის იყოს ჩვეული ამბავი, ეს არ არის ჩვეული ამბავი. ეს არის რაღაცა აი ის აუხსნელი, ირაციონალური, რაც ეხლა ღვივის ამ ქვეყანაში. ხალხ აქტივისტებზე მოზაურობას არასდროს ექნება კაცი და გახსოვდეთ, რომ სოლიდარობა ყოველთვის ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან. არ გაბედოს არავინ და ხალხს ხელი არ აწიოს. და ეს აბსურდი რაც არის, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და თქვენიც ისევე შეგწყვეტთ, როგორც იმ მოძალადეებს, რომლებიც ხედავთ როგორ ძალადობენ. საიდან გაჩნდა ამ ბავშვებში აი ასეთი საოცარი მეტყოლების უნარი, ასეთი მიმართვები, როგორც მიმართავენ მოსამართლეებს, საწყალო გონორ ქალბატონებს, რომლებიც იქ დგანან და ესეთი რაღაცა ცივი სახეებით უსმენენ ამ ბიჭების საოცარ ახსარებებს, მონოლოგებს თავისუფლებაზე, ქვეყანაზე, სამშობლოზე. არ შემიძლია არ ვთქვა კიდე საოცარ ქალზე, ამ ზეამაღლობელზე, რომელიც ესეთი ღირსეული არის და საოცრება არის, რომ საკანში შეხედან ღირსეული ადამიანები და ამ თავის ღირსებას ისე ასხივებენ, რომ მე მგონი მთელი ეს რუსთავზე მდგომი ხალხი რაღაცა აი ამ მათი ღირსებით იკვებება და აი ეს უკუნი ღამე თითქოს, რომელიც თან აწვება ამ ქვეყანას, აი ესეთ ვარსკვლავებს შობს, ამიტომ ჩვენ ეს მოვლენა რაღაცა ყველა მხრიდან უნდა დავინახოთ და რომ არ ყოფილიყო ასეთი ზეწოლა, ალბათ ეს ადამიანები არ დაიბადებოდნენ. მე მჯერა რომ 26 მაისი იქნება ჩემი შვილის, შვილთა შვილის კიდე მრავალი თაობების დღესასწაული და ყოველთვის ისინი აღნიშნავენ დამოუკიდებელ საქართველოში. ნამდვილ დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იქნება, ვიდრე დღეს არის. ქართველ იდენტობაში არის რაღაცა ისეთი იდეალები, რომელიც იშვიათია. და თუ ჩვენ ეს იდეალები განვახორციელეთ, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ხომც არის ასეთი ნათქვამი. დაიცავით იდეალები და იდეალები დაგიცავენ თქვენ. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.